სულა. სანამ გავაგრძელებთ ამ თავს, უნდა აუცილებლად განსაზღვროთ ეს, რას ნიშნავს ხორცის მიხედვით დადიან და სულის მიხედვით დადიან. გიფიქრიათ ამაზე? აი რას ნიშნავს? ხორცის მიხედვით ცხოვრობ თუ სულის მიხედვით ცხოვრობ? ნახეთ, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, მე მინდა გაჩვენოთ სულ მოკლედ, აი რა არის ეს? ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ეუბნება პავლე ტიმოთეს, რომ გაცხადებულად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ღვთისმოსაობა უნდა, თუ გვესმის რა არის? მაშინ გვესმის რა ნიშნავს სულით ცხოვრება. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ანუ ხორცში ქრისტეს ვინც უყურებდა, ის ხედავდა ღმერთს. კი ხედავდა მის სხეულს, კი ხედავდა მის თვალებს, წვერებს, თმებს, ხორცელად ხედავდა, მატერიალურად ხედავდა მას, მაგრამ მასში რას ხედავდა? ღმერთს. თვითონ ეუბნება პავლე, ხო უნება თავის მოწაფეებს, ვინც მე მიხილა, მან მამა ღმერთი იხილა. ანუ ღმერთი გამოჩნდა ხილულად, ხო? მასშია მთელი სისავსე ღვთაებისო, აი დღეს ეპისტოლეში გალატელთა მიმართ ეპისტოლეში იყო, ქრისტეში არის სისავსე მთელი ღვთაების. ეს რას ნიშნავს? უყურეთ, რომ ჩვენ მატერიალს, რასაც უყურებთ მატერიალურს, სულიერს უნდა ვხედავდეთ მასში. აი ეს არის ღვთისმოსაობა, ეს არის სულით ცხოვრება. აი მაგალითად, ძალიან მარტივი მაგალითი. ანკარა წყალს რო აიღებ და დალევ, შენთვის თუ ეს მხოლოდ წყალია, მაშინ ჩვეულებრივ ხორცელი ადამიანი ხარ. რა კარგი იყო ეს ცივი წყალი გესიამოვნე. მაგრამ შენთვის ეს ცივი წყალი თუ იმ სულიერით მადლის სიმბოლოა, ეს წყალი კი არ არის ჩემთვის საკმარისი. არამედ ის წყურვილი უნდა მოვიკლა, სულიერი წყურვილი, რაც ღმერთისგან მოდის. მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით რა განსხვავება? თუ კარგი, გემრიელი, ცხელ-ცხელი პური მოგიტანეს და შეჭამ ეს პური და ბოდიში არ მინდა ამ სიტყვას, რომ გაძეხი, ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ცუდია მათ. გაძეხი, მორჩა, დაამთავრა და გადაბრუნდი დაიძინე. მაშინ ხორცილი ადამიანი ხარ. მაგრამ ეს პური შენთვის თუ ზეციური პურის სიმბოლოა, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით? რომ ეს კი არ არის საკმარისი ჩემთვის. სხვა საკვები ჭირდება ჩემს სულს. ზეციური პური ჭირდება ჩემს, ზეციური საკვები ჭირდება. იმით ცოცხლობს ჩემი სული. თუ ესე ვაზროვნებ, მაშინ სულიერი ადამიანი ვარ, გესმით? მაშინ სულით დავდივარ და არა ხორცით. კიდევ ერთი კარგი მაგალითი. ძვირფასი საათები, ბევრ ადამიანს უყვარს, ხო? აი ძვირფასი საათი, თუ ჩემთვის მხოლოდ საათია, ხორცელი ადამიანი ვარ. რომ გავიკეთებ და ყველა დაინახავს, რომ როლექსი მიკეთია და როგორი მაგარი ადამიანი, ხო? მაგრამ ეს საათი მე თუ მახსენებს იმას, რომ დრო ჩემი წუთისოფელია და ჩემი დრო მთავრდება, ეს საათი თუ იმ დროს მახსენებს, როცა ქრისტე მოვა მეორედ და მარადიულობაში უნდა გადავიდე, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ, გესმით? ან სამკაული ქალებს ხო ძალიან უყვარს სამკაული. ან კეთილსურნელება, რომელსაც ჩვენ ვისხავთ. კი, ეს საჭიროა, რადგან განაცუდია კეთილსურნელება, სუნამო ან სამკაული, მაგრამ შენ თუ ეს გეუბნება, რომ სამკაული სულისა სხვა არის, მადლი, კეთილი საქმეები, ხომ? ეს არ არის მხოლოდ კეთილსურნელება არის ჩვენი სულის სურნელება, რომ კეთილია ჩვენი სული, ხომ? კეთილის მყოფელია, თანაგრძნობა შეუძლია. ეს სამკაული, ეს გარეგნული სამკაული თუ იმ სამკაულს, სულის სამკაულს გახსენებს, მაშინ სულიერი ადამიანი ხარ. გესმით? ამიტომ ამბობს პავლე, რომ მათთვის, ვინც სულით ცოცხლობს ქრისტეს რწმენაში და არა ხორცით, არ არის არავითარი სასჯელი. ხომ გასაგებია რა განსხვავება სულით სიარულსა და ხორცით ცხოვრებას შორის. შემდეგი მეორე მუხლი, რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვის და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. ანუ ქრისტეს რჯული არის სიცოცხლის რჯული, რომელმაც მე გამათავისუფლა სიკვდილის რჯულისგან. სიკვდილის რჯული რომელი იყო? რომელი იყო სიკვდილის რჯული? მოსეს რჯული, სიკვდილის რჯული იყო. რატომ იყო სიკვდილის რჯული? რომ ეწერა რომ წეული იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის მცნებებს ყველა. და ძველ აღთქმაში ვერავინ ვერ შეძლო,
რომ მოსეს რჯული სრულყოფილად დაეცვა, ხო? ამიტომ პავლე მას სიკვდილის რჯულს უწოდებს. მაგრამ მას კი არ ამბობს, რომ რჯული ცუდია, ან რჯულში რაიმე ცუდი, არა, რჯული კარგი იყო, მაგრამ რჯულმა მე დამსაჯა იმის გამო, რომ ჩემმა სხეულმა არ მომცა საშუალება, რომ რჯული ბოლომდე დამეცვა. ამიტომ სიკვდილის რჯულად მეკცა მე ამ ხორცისგან დაბრკოლება იმ რჯულის შესრულებისა. გესმით? შემდეგ ამბობს მესამე მუხლი, ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა კი რჯული ხორცის მიერ შესუსტებული უძლური იყო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით, რათა ცოდვისვე გამოდა ცოდვა დასაჯა თავის თავში. გესმით? რადგანო ხორცის მიერ შესუსტებული ადამიანს არ შეეძლოს დულის დაცვა და ღმერთის ზეციდან ხედავდა ამას, რომ ადამიანს არ შეუძლია რჯულის დაცვა, მოავლინა მან თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით ამბობს. მსგავსებით. ქრისტეში ცოდვა ხომ არ იყო? ქრისტეს არ ქონია ცოდვა, მაგრამ რომ შეხედავდი, მას ჰქონდა კაცის ბუნება, სრულყოფილი ბუნებით იყო ცოდვის გარეშე. ამიტომ ცოდვილი ხორცის მსგავსებით მოვიდა ცოდვის გამო, ან ცოდვის დასამარცხებლად და ცოდვა დაამარცხა სადო? თავის თავში. საკუთარ თავში დასაჯა ცოდვაო. აი, წირვის ლოცვებშიც არის, რომელმან შენ საკუთარ თავში დასაჯე ცოდვაო. როგორ დასაჯა ქრისტემ ცოდვა? საინტერესოა. აი, როგორ გონიათ, როგორ დასაჯა მან ცოდვა? ყველაზე საუკეთესო მაგალითი. როდესაც ადამი და ევა სამოთხეში იყვნენ, ეშმაკი როცა მივიდა ევასთან, რა უთხრა? აიო, ამ ხისგანო რო ამბობთ, რომ აგვიკრძალა ღმერთმა ჭამაო. ჭამეთო. ამი ღმერთს არ უნდაო, რომ თქვენ ამ ხისგან თუ შეჭამთ, ღმერთებივით გახდეთო, ხო? და მომისმინეთ, შეხედაო ღმერთმაო ამ ხესო, შეხედა ევამ ხესო და რა დაინახაო? სამო იყო საჭმელათო, თვალტამწათი იყო დასანახათო და სამურ აზრებს იწვევდა თავში. სამი სასტური, ნახეთ, გემრიელი იყო საჭმელად, თვალწარმტაცი, აი რომ შეხედავდა, რა ლამაზია, რა მშვენიერია, ნაყოფი და ბოლო ილუზიას იწვევდა, რომ ამას რომ შეჭამ, სამურ აზრებს იწვევდა ილუზიას, რომ სულ სხვა ცხოვრება გელოდება ამას რომ შეჭამ. და ამის გამო, აი ამ სამმა სასტურმა დასცა გულის თქმა ხორცის, გულის თქმა თვალის და სიამაყე არსებობის. აი ამ სამმა სასტურმა დასცა ადამი და ევა და იმიტომ დაარღვიეს ის ცნება ამოთხეში. ახალმა ადამი ვინ იყო? ახალმა ადამმა ისინი ხო სამოთხეში დაეცნენ. ხო? ყველაფერი ჰქონდათ. ახალმა ადამმა იგივე შემოტევა ეშმაკის მიიღო სადა? უდაბნოში. ეს უდაბნოში იყო, ისინი სამოთხეში იყვნენ. ზუსტად იგივე სამი სასტურის შემოტევა ახალმა ადამმა იესო ქრისტემ მიიღო უდაბნოში, როცა 40 დღეს ნაშიმშილებია. გესმით? შია, წყურია და ეშმაკი მაინც ვერ ამარცხებს. და რა შეუბნება? შეჭამე ეს ქვები პურებად აქციეო. გულის თქმა ხორცისა. ხომ გშიაო? შესვა დაარღვიო ეს ცნებაო, მარხვის ცნება. შეჭამე, შეცვალე ქვები პურებად. ეუბნება ქრისტე მარტო პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან გაუმავალი ყველა სიტყვით, ხომ? ვერა. მეორე სასტური რა იყო? წაიყვანა და აი ტაძრის სახურავზე დააყენა და გადაიგდე აქედან თავი და ანგელოზები აგიტაცებენ ხელში და ყველა დარწმუნდება რომ შენ ხარ ქრისტე, ხომ? რა უნდა ყოფილიყო იმაზე თვალტანწაცი დასანახი? იმაზე მშვენიერი დასანახი, რომ ქრისტე გადმოხტა ტაძრის სახურავიდან და ანგელოზებმა აიტაცეს ხელში. გან არ მოხდებოდა ეს. მაგრამ თვალწარმტაცი სანახაობა იქნებოდა და ამ სანახაობის გამო შეიძლება ზოგიერთებს ეწავა. აი ის თვალწარმტაცი იყო დასანახათო, ხო ის ხე? აი ეს ქრისტეს გადმოხტომა ტაძრის სახურავიდან, ეს თვალწარმტაცი, მაგრამ ქრისტე უარყოფს ამას და ასე უბნება, არ გამოსცადო შენი ღმერთი წერია ბიბლიაში. და მესამე სასტური რომელი იყო?
საამური წარმოდგენები. რასეუნება წაიყვანა და რა აჩვენა? ხო, აჩვენა მთელი სიმდიდრე, მთელი ძალაუფლება, მთელი სამეფო ტახტები, პრეზიდენტების თანამდებობები, ყველაფერი აჩვენა და უთხრა, აი ამას მოგცემ ყველაფერს, ოღონდ მე მეცით აყვანი. ანუ საამური წარმოდგენები. ხომ ქრისტე ხო როგორც კაცს ისე სწიდა, როგორც ადამიანს ისე სწიდა ეშმაკი, ღმერთს ხო ვერ გამოსწიდა, ხო? და წარმოიდგინე ხო რომელი ადამიანი არ დაიხევს უკან ამ ცდუნებას. ქრისტე ეუბნება განვე ჩემგან მართლ სატანავ, რადგან დაწერილია ბიბლიაში უფალსა ღმერთს აშენს თაყვანის ეცი და მას ემსახურე და ვერ დასცა. ანუ ხედავ ეშმაკი იმეორებს იგივე სასტურს, რაც იყო ადამიანის და ევას დროს, მაგრამ ახალმა ადამიანმა თავის თავში დასაჯა ცოდვა. მან აჯობა ეშმაკის სასტურს, გესმით? მეორე დასტური რომ მან საკუთარ თავში მოკლა ცოდვა. ცოდვის საზღაური რა არისო, რას ვამბობ ჩვენ? სიკვდილი. ცოდვის საზღაური არის სიკვდილიო. ანუ ქრისტე კუდრეთით ვერ აღდგებოდა, თუ მას თავის თავში ცოდვა ექნებოდა. გესმით? ის იმიტომ აღადგინა ღმერთმა კუდრეთით, რომ მას ვერც ერთმა ცოდვამ ვერ აჯობა. მან თავის თავში მოკლა, დაამარცხა ცოდვა, ანუ სასტური არ მიიღო არც ერთი და აღდგა კუდრეთით და აი რომაელთა მიმართ ეპისტოლეს რო იწყებს პავლე მოციქული, იქვე ამბობს, რომ დასტური იმისი რომ ძე ღმერთი იყო ისაო, ზუსტად კუდრეთით აღდგომა ამისი. კუდრეთით აღდგომამ დაგვიდასტურა, რომ ის არის ძე ღვთისა ღმერთი, განკაცებული ღმერთი, გესმით? აი ამიტომ ამოს მესამე მუხლში აი აქ ჩვენ წავიკითხეთ, რომ მან ცოდვის გამო, იმიტომ ამის გამო რომ ადამიანები ცოდვას იყვნენ დამონებულები, მოვიდა, ცოდვის მსგავსი სხეული მიიღო და თავის თავში დასაჯა ცოდვა. ხო გასაგებია? რა მოხდა? შემდეგ მეოთხე მუხლი, რათა სიმართლე რჯულისა აღსრულდეს ჩვენში, რომელიც ხორციელად კი არ დავდივართ, არამედ სულის მამებ. სიმართლე რჯულისა ისე ზუსტად რომ ჩვენ